აი ხა როგორ წარმოგიდგენიათ ადამიანები? მე უნდა დამნესვა ამაზე ისედაც თქვენთვის კითხვა, აი რა შეფასებას მისცემთ ამ ყველაფერს სკანდალი აბუ-დაბიში და ერთ ადამიანს თავს დასხმული ეს ქართული ოცნების დეპუტატები. რა არის აი ეს თქვენთვის? სამარცხვინო, ეს არის სამარცხვინო და ამის შემდეგ ვიღაცეები გამოდიან და ამბობენ რომ აბარო ეხლა ქართულ კაცო შეგინებაო როგორ უნდა მოითმინოსო. აი საოცრებებს ლაპარაკობენ, ინგა უბრალოდ წარმოუდგენ რაღაცას ლაპარაკობენ და ქვეყნის გარეთ, ქვეყნის პარლამენტარები ძალადობით მუშტი კრივით ერთ საქართველოს მოქალაქეზე თავდასხმით თურმე ცდილობენ თავის ელექტორალური რეპუტაციის გაძლიერებას საქართველოში. აი ხო ხვდებით რა რეალობაში ცდილობენ რომ გვაცხოვრონ. არც ქართულია, არც ღირსებასთან რაიმე კავშირი აქვს. თავი რომ დაანებო არც პოლიტიკურია, კაცო. არც სახელმწიფოებრივია. არა ამ ორმა თუ სამმა თუ არ ვიცი ხა რამდენი იყვნენ. თავიანთ რაღაც არ ვიცი ამას ან ეგო როგორ უნდა დაარქვა, სამარცხვინო, ამას მეც ვერაფერს ვერ დაარქმევ და ამას აკეთებ ქვეყნის გარეთ. მაშინ, როდესაც შენ ქვეყნის სახე უნდა იყო დეპუტატი ხარ ადამიანო. ამიტომ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ხო? ამიტომ ეს არის დღევანდელი რაღაც აგრესიული, გაუნათლებელი პროვინციული სახე ქართული ოცნების, რომლის სისულელეებიც და მავნებლობებიც მერწმუნეთ ჩემი თქვენი და იმ ადამიანების გადასაზღვრებია რომელიც ყოველდღიურად აქციებზე დგანან თორე ეს ამას წარმოდგენა არა აქვთ რას აკეთებენ როგორ აკეთებენ მათი მამოძრავებელი мотиваცია რა არის ხო გასაგებია ხო ფული კომფორტი ეს საშინელი ქცევა ეს რაღაც ეგოცენტრული რაღაც მანიაკალური გამოხტომები ამიტომ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს რომ ეს არის ჩემი თავარი მესიჯი ყველას კარგად უნდა გვესმოდეს რომ დღეს პროტესტის პასუხისმგებლობა ქვეყნის სახელმწიფოს ახალგაზრდების და ჩვენი მომავლის წინაშე ბევრად უფრო დიდია ბევრად უფრო მაღალია და ამ პროტესტს აქვს ამის უნარი რომ ეს პასუხისმგებლობა აიღოს და მართოს და იმათ ვინც ქვეყნის გარეთ მუშტიკრივით ძალადობით და ქვეყნის შიგნით კიდე უდანაშაულო ჟურნალისტების დაპატიმრებით ცდილობენ ფონს გავიდნენ და ძალაუფლება შეინარჩუნონ. ეხლა ხო ხვდებით რომ მათთვის არც თმენის ვალდებულება არაფერს არ ნიშნავს, არც სახელმწიფო ინტერესები არაფერს არ ნიშნავს, არაფერი არაფერს არ ნიშნავს. ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ მეტი ფული მოიპარონ, მეტი ფული დამალონ. ეს არის ის რეალობა, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ. ჩვენ მთავარი რაც უნდა გავაკეთოთ, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოს ბუნებრივ ინტერესებს უნდა გავუფრთხილდეთ. ამ мотиваციიდან გამომდინარე ჩვენ მათ მაგივრადაც უნდა ვიფიქროთ. იმიტომ რომ ჩვენ და საუბედუროდ ეს ხალხი წარმოადგენს დღეს ქვეყანა ჩვენს სახელმწიფოს, ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც. სხვათა შორის აი ეხა ჩარე ბოდიში ჩართვით რო ხართ გვიან მოდის ჩემი ხმა და ამიტომ არ გაწყვეტინებთ ხოლმე ეხა ერთი ჩემი კოლეგამ წერდა გვისმენდა რომ საუბრობდი და ასეთი კრიზისი რომ ქვეყანაშიო და დეპუტატების რაზმი კონცერტზე მიდის მოსამართლეები წვეულებას მართავენ ესაა ყველაზე დიდი უბედურებაო და მას უნდა დავეთანხმო მე იმიტომ რომ აქედანთან ერთ-ერთი თუ არ ვცდები ეს ზარქუ არის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე საერთოდ და მართლა ამ ჩემს კოლეგას უნდა დავეთანხმო ანუ რა რეალობაში ვარ ხო სხვათა შორის რამდენადაც გადასარევად იცნობთ ივანიშვილს აი რა თქვა მან მოსამართლეების იმ სამარცხვინო кейფით სადაც ზოგი ალბათ სულ არ უნდა და მისვლა მაგრამ იძულებული იყო რომ მისულიყო იმიტომ რომ დავალება იყო ასეთი აი ერთიან კონტექსტში ერთია აბუ-დაბის სკანდალი და მეორე დაპატიმრებული პოლიტიკური ტყვეების მშობლების კორიდორის გავლით საქეიფოთ რო შედიოდა ეს ხალხი აი რა გვითხრა ამით ივანიშვილმა ინგა მერწმუნე რომ მოდი რა თქვა ან რისი თქმა უნდა ამაზე აი მოსამართლებმა იფიქრონ რომლებიც აი ამ კორიდორით შევიდნენ რესტორანში იმათმა იფიქრონ ეს მათი პრობლემაა ჩვენ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და მეტი პრობლემები გვაქვს ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა არის ის რომ ფაქტია რომ დღეს ივანიშვილი და რეჟიმი ერთმანეთს უპირისპირებს
პოლიციელს და საქართველოს მოქალაქეს, მოსამართლეს და საქართველოს მოქალაქეს, პროკურორს და საქართველოს მოქალაქეს, სახელმწიფოს და საქართველოს მოქალაქეს, ერთმანეთს უპირისპირებს და ამ დაპირისპირებას სულ უფრო და უფრო აღრმავებს. ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი ტრაგედია და ყველაზე დიდი გამოწვევა. მაშინ, როდესაც ჩვენს ირგვლივ იმდენად დინამიურად ვითარდება ყველაფერი, რომ ჩვენი მეზობელი ქვეყნები თავის ისტორიულ მიზნებს აღწევენ. თავის ისტორიული პრობლემებიდან და გამოწვევებიდან აღწევენ. მაშინ დავაკონკრეტებ, თუ შეიძლება რეკლამამდე დავაანონსեմ ეს, მაყურებელს უყვებოდი იმის შესახებ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, რომ გააფორმეს დოკუმენტი, ამ დროს ჩვენ რომ ჩვენ პირიქით რომ გაგვიუქმდა ეს სტრატეგიული პარტნიორობა და პლუს ამისა უცებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი აცხადებს, საქართველოს შეუძლია 3+3 ფორმატში თავისი ადგილი დაიკავოს. ამიტომ დავსვი ეს კითხვა, საით მიყავთ ეს ქვეყანა? აი ეს ორი ამბავი დავაკავშიროთ მოდით ერთმანეთთან და რა კომენტარს გააკეთებდით? კომენტარს არ გამოვაკეთებდი, ერთი რამე მინდა გავიხსენო იმგარა. ახალი დაბრუნებული ვიყავი საქართველოში, ოცნებას ახალი მოგებული ჰქონდა არჩევნები და თუ არ ვცდები, ერთ-ერთი პირველი ვიზიტი იყო ივანიშვილის ერევანში. და მახსოვს ის აქტოვანებული მაშინდელი სომხეთის პოლიტიკით აქტოვანებული კომენტარები, რომელიც გააკეთა და ფაქტობრივად ეხლა რომ შევხედოთ, სომხეთის საგარეო პოლიტიკა სრულად შეიცვალა. და ჩვენ და საუბედუროთ იგივე როლს რეგიონში ხვალდაზე ჩვენ თუ პრობლემას და გამოწვევებს არ უპასუხეთ, შეიძლება საქართველოს მოუწიოს შესრულება. ამიტომ დღეს ფაქტია, რომ აი ამ ცეკვებით და ამ ანტიდასავლური, ანტიევროპული, ანტიდემოკრატიული, ანტიეროვნული პოლიტიკით, რასაც ივანიშვილი აკეთებს, ქვეყანა სულ უფრო და უფრო აშორებს დასავლეთს, ევროპას, ამერიკის შეერთებულ შტატებს, სტრატეგიულ პარტნიორებს და რა თქმა უნდა, ვაკუუმი ჩვენს რეგიონში და ჩვენს ქვეყანაში ვერ იარსებებს და ჩვენი არჩევანი იქნება ძალიან მარტივი, ეს იქნება ან განვითარებული დემოკრატიული ევროპა და დასავლეთი, ან 3+3 მსგავსი ფორმატები. და ეს 3+3 ფორმატი არ დაწყებულა დღეს და არ დაწყებულა გუშინ. და მე როგორც მაქვს ერთხელ ნათქვამი ერთ-ერთი ჩემი გადადგომის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს იყო. იმიტომ რომ მაშინაც სერიოზული წნეხი იყო ამ 3+3 ფორმატიდან და მაშინ ჩვენ გამოვნახეთ ძალა და შევძელით და კატეგორიული უარი განვაცხადეთ ამ ფორმატში მონაწილეობაზე მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ უნდა გვესმოდეს რომ ამ ფორმატში საქართველოს თუ არა აზღვევს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, ჩვენი დასავლელი პარტნიორები, ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი, ჩვენ უსუსტესად, საერთოდ უზარმაზარი უსაფრთხოების და უზარმაზარი პოლიტიკური რისკები შეგვექმნება ამ ფორმატში მონაწილეობით. ამიტომ ეს ადამიანები, როდესაც მსგავს საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე საუბრობენ, გარდა იმისა, რომ კომპეტენცია არ ყოფნით, უბრალოდ იმხელა რისკებში შეყავთ ქვეყანა, რომ ჩვენ თუ დროზე არ ვიმოქმედეთ და დროზე არ დავიცავით, არა მხოლოდ ჩვენი შიდა პოლიტიკური სიმშვიდე, არამედ ჩვენი ეკონომიკური უსაფრთხოება და რეალური ჩვენი საგარეო პოლიტიკური ორიენტაციები და საქართველოს როლი გლობალურ უსაფრთხოების ინფრასტრუქტურაში, რა თქმა უნდა, ეს ადამიანები ისეთი რისკის ქვეშ დააყენებენ ქვეყანას, რომ მათ დღეს ეს წარმოდგენაც არ აქვთ. უბრალოდ ყოველ კორუფციას გამოკიდებულები უზარმაზარ ხიფათის წინაშე დაგვაყენებენ. ამიტომ ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს ყველა საკითხი ერთმანეთთან დაკავშირებულია. ის რაც მოხდა სტრატეგიული შეთანხმების გაფორმების კონტექსტში სომხეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, ის რაც მოხდა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში სტრატეგიული პარტნიორობის გაწყვეტის კონტექსტში, გაყალბებული არჩევნების, ევროკავშირის მიერ არჩევნების შედეგების და ამ ხელისუფლების არცნობის პირობებში და კიდევ ბევრი აი ეს სპირალი გაყალბებული არჩევნების შემდგომ შეცდომების, რომელსაც ოცნება უშვებს და დანაშაულების, რომლებსაც რანაბიჯებსაც დგამს, რა თქმა უნდა ჩვენ ყველა და ამასთან იყო დაკავშირებული სწორედ ის ფაზების თეორია, რომელზეც მე ვსაუბრობდი.
რომელსაც ჩვენ პირველ ფაზას ძალიან კარგად ვამთავრებთ, მაგრამ მეორე უკვე იქნება ეკონომიკური და უსაფრთხოების კონტექსტი, რომლითვისაც ასევე უნდა მოვემზადოთ. სწორედ უსაფრთხოების კონტექსტის მესამე ფაზა არის ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელშიც უკვე ხო ხედავთ 3+3 ფორმატზე ლაპარაკი და ესე კეკლუციც დაგვიწყეს. ამიტომ ჩვენ გვმართებს გონივრული, პრაგმატული, თანმიმდევრული პოლიტიკა. აქედან რამე არ აქვთ მოლოდინი, რომ შესაძლებელია ძალიანაც მისაღები იყოს საქართველოს ეგრეთ წოდებული ხელისუფლებისთვის მათი წინადადება, შემთხვევითი იყო ეს ლავროვის მხრიდან? არა, რა თქმა უნდა, იგა უფრო მეცაც გეტყვით. ეს არ იყო შემთხვევითი არც საქართველოსთვის, არც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისთვის, არც 3+3 ფორმატის სხვა წევრი ქვეყნებისთვის, ეს იყო, რა თქმა უნდა, დაგეგმილი გზავნილი, რომელიც დაემთხვა ზუსტად იმ დღეს, როდესაც გაფორმდა სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება სომხეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის და რა თქმა უნდა, რუსეთმაც არ დააყოვნა რეაგირება და ეს მესიჯი გაუგზავნა საქართველოსაც, რეგიონის ყველა ქვეყანასაც, ამერიკის შეერთებულ შტატებსაც და ევროკავშირსაც. ფაქტობრივად თქვა, რომ მე მარტივად შემიძლია სომხეთის ფაქტორის რეგიონში ჩანაცვლება საქართველოს ფაქტორით. ეს არის ამ მესიჯის უკან და ეს მესიჯი არ არის მომართული მხოლოდ საქართველოსთვის. ეს მესიჯი არის გლობალური მოთამაშეებისთვის განსაზღვრული. რა დონის წინასწარი კოორდინაცია არის დღევანდელ ჩვენს ხელისუფლებასა და ამ ლავროვის ამ განცხადებას შორის, ამას დრო გვიჩვენებს. მე ვუშვებ, რომ რა თქმა უნდა შეიძლება კოორდინირებულიც არის და იმასაც ვუშვებ, რომ შეიძლება საერთოდ არ ითვალისწინებენ და სუფეხებზე კიდიათ მათ ბოდიშით ამ გამოთქმისთვის დღეს იმდენად კორუმპირებული და იმდენად სუსტი და უსუსური ხელისუფლებაა საქართველოში, რომ ისინი შეიძლება თვლიან, რომ მაინც ვერსად ვერ წავლენ და მაინც დაემორჩილებიან იმ ინსტრუქციებს და იმ გზავნილებს, რომლებსაც მიიღებენ. ასე რომ ჩვენთვის ამას დიდი სხვაობა საბოლოო ჯამში მიზეზშედეგობრივ კონტაქტში არ აქვს. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ის ნაბიჯები, რომელსაც დღეს ოცნებად გამ საქართველოში, არის საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. ეს ნაბიჯები აზიანებს ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს და არის რეგიონში, რა თქმა უნდა, რუსული ინტერესების სასარგებლოდ. ამის შემდგომ ჩვენ მეტი გონიერება და მეტი თანმიმდევრობა გვართებს იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ევროპული, თავისუფალი, დემოკრატიული და რაც თავარია ეროვნული ინტერესები.